კანზე წანაზარდები მეჭეჭის მსგავსი თითქმის ყველა ადამიანს ქონია ერთხელ მაინც ცხოვრებაში და კითხვები არის ხოლმე სულ რომ ანუ ეს საშიშია რამდენ ხანში გაივლის თავისით გაივლის თუ მკურნალობა ჭირდება თუ ხო არა აქვს რისკი რომ მაგალითად სიმსივნეთ გარდაიქმნას მერე და საშიში გახდეს თუ როგორ გავარჩიოთ მაგალითად ეს ჩვეულებრივი მეჭეჭია თუ უფრო სერიოზული მდგომარეობაა თუ სიმსივნეა საერთოდ ან იქნებ მელანომა რითი შეიძლება რომ გავარჩიოთ და top 7 მდგომარეობა ეს კანზე წანაზარდი რაც გვხდება ამაზე ვისაუბრებთ ყველაზე ხშირი არის ჩვეულებრივი მეჭეჭები ამ ჩვეულებრივ მეჭეჭს კანზე ალბათ გინახიათ არის წანაზარდი შეიძლება იყოს მოთეთრო მონაცრისფრო ან კანისფერი შეიძლება ცოტა ხორკლიანი ზედაპირი ქონდეს ძირითადად დიდი არ არის ხოლმე რამდენიმე მილიმეტრია შეიძლება 9 სანტიმეტრი დიამეტრით რო თქვათ და მტკივნეული შეიძლება იყოს თუ დააჭერ, მაგრამ შეიძლება არც იყოს მტკივნეული, ძირითადად არის ის ქავილი, არის თავისთვის მოკლედ, რა იწვევს, ყველაზე ხშირად და მთავარ გამომწვევად მიიჩნევა პაპილომა ვირუსია ესეთი, რომელიც ძალიან ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, პირდაპირ კანის კონტაქტით, ან ზედაპირების კონტაქტით, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია მოკლედ და ამ ვირუსით ინფიცირება იწვევს ამ უჯრედების, კანის უჯრედების კერატოციტების მუტაციას და ეს ამ მუტაციის შედეგად ეს უჯრედები იწყებენ სწრაფად გამრავლებას და ამიტომა რომ ვითარდება მერე ამ უჯრედების სწრაფად გამრავლებას ადგილობრივად ჩვენ ვხედავთ როგორც ზრდას აი ამ მეჭეჭის ზრდას და მეჭეს წანაზარდს შეიძლება ქონდეს წერტილები, შავი წერტილები და ეს არათუ საშიში არამედ პირიქით მიანიშნებს რომ უბრალოდ მეჭეჭია და არაფერი ეგ წერტილები არის თრომბირებული პატარა კაპილარები შესაბამისად მუქი შავი წერტილები თუ აქვს ეგ საშიში არ არის პირიქით ნიშნავს რომ ეს არის მეჭეჭი საშიში არ არის მთელი ცხოვრება შეიძლება ქონდეს ადამიანს თუმცა უმეტესობა მეჭეჭები თავისით ქრება დაახლოებით 2 წლის ფარგლებში მაგრამ აი თუ დიდხანს აქვს მეჭეჭი ადამიანს და თუ მიდრეკილია დაზიანებისკენ მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოს რადგან მისი გადაგვარების შანსი რეალურად არის მაგრამ ხშირი არ არის ესეთი მოკლედ მეჭეჭების უმრავლესობა საერთოდ არ არის საშიში მეჭეჭების უმრავლესობის მოცილება ადვილად შეიძლება სალიცილატებით მაგალითად ან კრიოთერაპიით შესაბამისად მოცილებადია, თუმცა შეიძლება დაბრუნდეს დაახლოებით 30% შემთხვევაში შეიძლება რომ დაბრუნდეს. მეორე ყველაზე ხშირი ესეთი კანის წანაზარდი არის სებორეული კერატოზი. აი სებორეული კერატოზი წარმოიდგინეთ როგორც მოშაო ლაქა, რომელიც არის ამოწეული, ან მოყავისფრო ლაქა, რომელიც კანიდან არის ამოწეული და გაფრთხილებული შედარებით, უფრო მეტად აქვთ ასაკოვნებს და რაც ადამიანს უფრო ასაკი ემატება მით მეტად იზრდება სებორეული კერატოზის ალბათობა და ვთქვათ 60 წელს ზევით უკვე თითქმის ყველა ადამიანს აქვს ერთი მაინც 40 წლიდან უკვე იზრდება რისკი მოკლედ და ნელა ძლიერდება მანდ არ არის გადამდები რამე ინფექცია არ იწვევს რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება, სავარაუდოა რომ მუტაცია ხდება ადგილობრივად ამ კერატინოციტების და მაგიტო ხდება ეგ უჯრედების ზრდა, რომელსაც ჩვენ ესე ვხედავთ მუქად და უმეტესად მუქია, თუმცა შეიძლება იყოს ღია ყავისფერიც, მუქიც, შავიც. ეს კიდეები განსაზღვრული აქვს, როგორ მკვეთრად არის გავლებული, მკვეთრად არის შემოსაზღვრული, ანუ არ არის გათხაპნილივით კანზე, არამედ არის მკვეთრი საზღვრები, ახლა იმ საზღვრების შემოლება შესაძლებელია, იმდან მკვეთრია, თუ შავი ფერისაა, ხოლმე ზოგჯერ არის
კითხვები რომ ხო არ არის მელანომა, ანუ კანის სიმსივნე ხო არ არის და მანდ არის მთავარი განმასხვავებელი როგორ უნდა მივხვდეთ მელანომა ხო არ არის. ნუ ისტორიით შეიძლება ხა თუ ადამიანი ასაკოვანია, ეს სებორეული კერატოზი გამოუვიდა დროთა განმავლობაში და ისიც ერთ-ერთი მათგანია, მაღალი ალბათობა არ ეს არ იყოს მელანომა. მაგრამ თუ ისტორია ქონდა ადამიანს მაგალითად ხალი ქონდა რომელიც ეს ხალი ამ ხალმა ფორმა შეიცვალა გადიდდა გაიზარდა და რაღაც ფორმები მიიღო სხვანაირ რომელთაც ასევე სებორეულ კერატოზს გავს მაშინ შეიძლება იყოს მელანომა კანის ავთვისებიანი სიმსივნე რომელიც საშიშია რომელსაც ყურადღება ჭირდება და რომლის ბიოფსიაც უნდა გააკეთდეს აუცილებლად უნდა აიღონ იქიდან ანაფხეკი ან აფხიკავენ მასალას აიღებენ და მე მიკროსკოპის ქვეშ შეამოწმებენ ხომ არ არის სიმსივნე სებორეული კერატოზი თვითონ არ არის საშიში, მოკლედ მთავარი უბრალოდ რომ მელანომაში არ აგვერიოს, თორე თვითონ არ არის საშიში საერთოდ, არაფერს არ იწვევს, არაფერს არ აშავებს, ნუ ვიზუალური კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც კეთილთვისებია, მოკლედ თავისი ბუნებით, რომლის ამოჭრაც შესაძლებელია, რომლის აფხეკაც შესაძლებელია, ქირურგიული გზით მოცილებაც შესაძლებელია, კრიოთერაპიაც შესაძლებელია. და სებორეული კერატოზი არ უნდა აგვერიოს სებორეულ დერმატიტში, სებორეული დერმატიტი შედარებით უფრო გაფრთხილებულია, ანთებადია, აკერცვლადია და ის არის უბრალოდ სებორეული კერატოზი არის მოყავისფრო მოშაო ამოზნექილობები, რომელიც არის აი კანზე ზევიდან არის გარედან და კანზე არის წანაზარდი და რაც შეეხება სებორეულ დერმატიტს ის არის ანთებადი, აკერცვლადი, კანის დაზიანება ასევე ხშირად ერევათ ხოლმე სებორეული კერატოზი ლენტიგოში, მზის ლენტიგოსაც ეძახიან, ღვიძლის ლაქებსაც ეძახიან, ასაკის ლაქებსაც ეძახიან, აი ეს ასაკის ლაქები ზუსტად იგივეა რაც რეალურად სებორეული კერატოზი, ოღონდ გაფრთხილებული რო იყოს, ან წანაზარდი არ არის, ამოზნექილობა არ არის, მუქი შეცვლილი კანის ფერი აქვს, მაგრამ აი ასაკონებზე გინახეთ ალბათ ესე ხელებზე და ზოგი ან ჭორფლებს გავს რა, ჭორფლებზე დიდი და მუქი და ეს ორივე ასაკისგანაა ჯამში და არც ერთი არაა საშიში. შემდეგი კანის მდგომარეობა არის skin tags ეძახიან კანის ტაგები ან კანზე წანაზარდებია, მოკლედ რომ წარმოიდგინოთ კანზე ხორცისფერი ან უფრო მუქი აი ესეთი სოკოსავის წანაზარდი, რომელსაც აქვს პატარა წვრილი ფეხი, რომელსაც უკავშირდება კანს. ანუ კანიდან გამოზრდილია, მერე არის ეს წანაზარდი და ეგ ვითარდება ну, ზუსტად არ ვიცით რატო ვითარდება, მაგრამ ყველაზე ძლიერი ასოციაცია აქვს დიაბეტთან, ინსულინ რეზისტენტობასთან, ну, გენეტიკური მუტაციებსაც აქვს თავისი როლი. ეგეც არ არის საშიში, მოკლედ, კანის ნაოჭებში ვითარდება ხშირად, მაგალითად იღლიასთან, ან მკერდის ქვეშ, ან საზარდულთან, ანუ სადაც მექანიკური ფრიქცია ხახუნი ხდება ხშირად, ისეთ ადგილებში ვითარდება და აქაც ან კანის უჯრედების გამრავლება ხდება და ფიქრობენ რომ ანუ ინსულინი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი ხომ უწყობს კანის უჯრედების გამრავლებას ხელს და ვინაიდან თუ ადამიანს ინსულინ რეზისტენტობა აქვს ან დიაბეტი აქვს, ამ დროს გამოიყოფა ეს ინსულინის მსგავსი ფაქტორი და მოქმედებს აი ამ წინაზარდების ზრდაზე. ეგ არის რაც შემოთავაზებული ვერსია, მოკლედ რაც ვიცით. შემდეგი არის ხალი, ну, კლასიკურად იცით ალბათ როგორც გამოიყურება, შეიძლება იყოს შავი ლაქა, შეიძლება იყოს გაფრთხილებული, შეიძლება იყოს პატარა ამობურცულობა, ძირითადად 0.6 სანტიმეტრის დიამეტრის ნაკლებია, მოკლედ, ან რამდენიმე მილიმეტრია, დიდი არ არის. როგორც წესი მკვეთრი კიდეები აქვს, როგორც წესი არ იზრდება ჩქარა, ბევრ ადამიანს დაბადებისას აქვს, ზოგჯერ და მერე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება, ზოგჯერ ზრდასრულობაში წარმოიქმნება.
ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ ატიპიური ხალები, რომელიც დიდია, არარეგულარული ფორმა აქვს, ასიმეტრიულია, ფერების ვარიაცია აქვს და დროთა განმავლობაში თუ იცვლება და ევოლვირებს, მაშინ შეიძლება ეგ იყოს მელანომა, ანუ კანის სიმსივნე და ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ყველა ხალი უბრალოდ ხალი არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი ხალები რაც აქვს ადამიანს ზოგს ასეულობით აქვს კანზე, ზოგს ათეულობით და ზოგს რამდენიმე და თითქმის არ არის ადამიანს რომელსაც ხალი არ აქვს, თუმცა მე კომენტარებში დამიწერეთ მახსოვს რომ რამდენიმე ადამიანმა დაწერა რომ მე საერთოდ არ მაქვს ხალიო. კი, ეგეთებიც შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ძალიან იშვიათია, ვისაც ხალი არ აქვს. უმეტესობა ადამიანს ერთზე ბევრად მეტი ხალი აქვს. ხალებიც არ არის მოკლედ საშიში, ხალის მოცილებაც შესაძლებელია, ან მელანოციტების ის უჯრედები, რომლებიც მუქ პიგმენტს შეიცავენ, მათი ზრდა ხდება მოკლედ და მაგიტო არის რომ ხალები ვითარდება. რომელი ხალებია საშიში, უფრო დიდი ხალები, ასიმეტრიულები და ასოციაცია არის კიდე რომ მელანომის განვითარება ის რისკი იმ ადამიანს მეტი აქვს, ვინც ხალებით იბადება. ხო, არის ადამიანები, ვისაც უჩნდება მე ხალები და მიიჩნევა რომ თუ იბადება ხალებით ადამიანი, მას უფრო ცოტა მეტი რისკი აქვს მელანომის განვითარების. შემდეგი მდგომარეობა არის დერმატოფიბრომა. დერმატოფიბრომაც არის წანაზარდი კანზე, რომელსაც როგორც წესი მკვეთრი ფერი აქვს, ანუ ხალს გავს უბრალოდ აი ხალის ნაცვლად რომ ხორციო, ეგრე თქვა ადამიანმა დაახლოებით ეგეთია, მუქი ფერის არის როგორც წესი, შეიძლება არ იყოს მთლად ყავისფერი ან შავი, მაგრამ მოწითალო მომუქო ფერის არის, აი ხელით თითით გასინჯვადია ისეთია, ანუ ისე არ არის რომ ხელი გადაატარო და სრულიად გლუვი იყოს, როგორც წესი კვანძივით არის რა, რომელსაც აი ხელით გრძნობ. თუ ეგეთ საშიში არ არის მოკლედ, როგორც წესი არაფერი პრობლემას არ ქმნის, არის თავისთვის და რამე სერიოზული ნიშნულობა კლინიკური როგორც წესი არ აქვს ხოლმე, ნუ მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით. რაც შეეხება როდის არის შედარებით საშიში, უფრო საშიშები არის მაგალითად ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც არის კიბო რეალურად კანის კიბოა, მეორე ყველაზე ხშირი კიბოა, რაც კანის კიბოებს შორის არსებობს და ეგ როგორია ახლა ეს არის კანის დაზიანება, შეიძლება იყოს მოწითალო, მოვარდისფრო, აქერცვლადი, ადვილად სისხლმდენი, ადვილად ღიზიანდება, დროთა განმავლობაში იზრდება, არ ქრება, ანუ ხომ არის რომ კანის დაავადება უმეტესად რამე რომ არის, მერე ქრება დროთა განმავლობაში. ეგ არ ქრება, არამედ არათუ არ ქრება, არამედ იზრდება. ნუ თუ დააცადე ადამიანმა ძალიან დიდი დროის განმავლობაში, შემდეგ მეტასტაზებიც შეიძლება კონდეს და გავრცელდეს, ამიტომ ყურადღება ჭირდება, მკურნალობა ჭირდება, ამოკვეთა შესაძლებელია, რაც მალე ამოიკვეთება მით უკეთესი, თუ დროულად ამოიკვეთება, მოკლედ ძალიან მაღალ პროცენტიანი მკურნალობა აქვს, განკურნება, ანუ ძალიან მაღალ პროცენტ შემთხვევაში მეტასტაზებს იძლევა, ოღონდ იშვიათად და გვიან, ამიტომ აი ეგეთი დაზიანება კანის, რომელსაც შეიძლება შედარებით უსწორმასწორო კიდეები კონდეს, მოწითალო მოვარდისფრო ფერი იყოს, აღმოცენდეს უმეტესად 50 წლის ზევით და არ რჩებოდეს და ისეთ ადგილებში განვითარდეს, სადაც ყველაზე მეტად მზის სხივი ხვდება ადამიანს, იქერცლებოდეს, ღიზიანდებოდეს, შეიძლება სისხლმდენიც იყოს, შეიძლება დაწყლულდეს კიდევაც. მაშინ ყურადღება ჭირდება, რა თქმა უნდა, აუცილებლად, მით უმეტეს თუ იზრდება, სამ პატარა, მით უმეტად შეიძლება გავდეს ჩვეულებრივი მეჭეჭეს, მაგრამ დაკვირვება ყურადღება აუცილებელია, შემდეგ ბიოპსია და შემდეგ ამოკვეთა. შემდეგი მდგომარეობა არის აქტინური კერატოზი ქვია. ეგ არის წინარე მდგომარეობა, აი ამ სიმსივნის, რომელიც წეღან გითხარით, მაგის წინარე მდგომარეობა, თავიდან მოკლედ როგორც კანის დაზიანება ეგრეთ ჩნდება, როგორც დაზიანება, ოღონდ უფრო გაბრტყელებული, ანუ კანზევე გაბრტყელებული, ანუ თითი რომ მოუსვა, ვერ იტყვი რომ რაღაცა ამოზნექილობა, მაგრამ თითით იგრძნობ რომ რაღაც ისე არა უსწორმასწოროა და აი გეგონება ქვიშას გადაუსვი ხელიო,
ან ბოდიში რუსული სიტყვისთვის არ ვიცი ქართულად რა ქვია შკურკას რო ეძახიან მაგას გადაუსვი ხელიო შესაბამისად აი ეს შეგრძნება აქვს ადამიანს და ხშირად უფრო მეტად ანუ ხელით გრძნობს ადამიანს შეიძლება ვერც ხედავდეს კარგად თავიდან არ ჩანდეს ეს სხვაობა ესეც იმ ადამიანს უფრო სახეზე ვითარდება იმ ადამიანებში ვითარდება ვისაც ღია ფერის კანი აქვს ვინც მზეზე დიდ დროს ატარებს თუ ის არის მელოტი თავზე ვითარდება ხშირია ძალიან ხშირია მოკლედ და ასაკოვან ადამიანებს ძალიან ბევრს აქვს თუ ყურადღებოდ დატოვე შემდეგ სიმსივნე ვითარდება მაგისგან ანუ სიმსივნის პრეკანცერული მდგომარეობა თუმცა შეიძლება არც არასდროს განვითარდეს სიმსივნე გარანტირებული არ არის მაგრამ ამ ყურადღება იმიტომ ჭირდება რომ პრეკანცერული მდგომარეობად მიიჩნევა კიდე არის რამდენიმე სიმსივნეები რომელიც ერთმანეთს გვანან ესე რომ შეხედავ გვანან მოკლედ ერთმანეთს და აი როგორც კი ადამიანი შეამჩნევს რას კანზე შეამჩნევს რომ რაღაცა იზრდება და შეიძლება წყლის ფორმა კონდეს შეიძლება მოწითალო ფორმა კონდეს ხელის გადასმით უსწორმასწორო ამ ფერები რაღაც ისე არ არის მოწითალო ან სისხლდენი იყოს ან აკერცვლადი იყოს და შედარებით ასაკში და თან ისეთ ადგილებში სადაც მზე დიდხანს ხვდებოდა თუ ვითარდება მაშინ ყურადღება ჭირდება რომ რამე სიმსივნე არ იყოს ასევე ბაზალურ უჯრედოვანი კიბოა კარცინომა მნიშვნელოვანი რომელიც ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ხო ეგ მეჭედ შედარებით ნაკლებად გავს მაგრამ რაღაცებით გავს მაინც ისევ აი ამობურცულობა რომელიც უმეტესად არის მოწითალო მოყავისფრო მუქო შეიძლება გარშემო კონდეს სისხლძარღვები ტელანგიექტაზიას ეძახიან სისხლძარღვების გაფართოება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავით კონდეს შეიძლება იყოს აკერცვლადი სისხლდე ოღონდ ეგეც როგორც წესი მოკლედ ძალიან ნელა იზრდება ძალიან ჩქარა არ იძლევა მეტასტაზის პირიქით ძალიან იშვიათია რომ მეტასტაზები მოქცეს და იშვიათია რომ ადამიანი მაგის გამო დაიღუპოს თუმცა შესაძლებელია და ამიტომ ყურადღება ჭირდება ესეც მოკლედ ნელა იზრდება უფრო ასაკში ვითარდება 50-დან ზევით და ესეც ასოცირებულია მოკლედ კანის ისეთ დაზიანებასთან რომელიც არის გავს მეჭეჭებს მოწითალო შედარებით უფრო მუქი ფორმა აქვს შეიძლება არ ამკვეთრი საზღვრები კონდეს და ანუ რეალურად არის დაზიანება კანის რომელიც არ რჩება და არ გადის თავში თამდა ჭირდება ბიოპსია შემდეგ ჭირდება ქირურგიული მკურნალობა აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები შეგიძლიათ ჩემი არხის განვითარებას ხელს შეუწყოთ თქვენი აქტივობით, თქვენი კომენტარებით, ან თქვენი და ლაიქებით და თითოეულ მათგანს, ვინც ჩემი ერთგული მაყურებლები ხართ, დიდ მადლობას გიხდით და ვაფასებ ყველაფერს, ნახულობ თქვენს დიდ სიყვარულს, თქვენს დიდ სითბოს და ეს მავსებს ამისთვის მადლობელი ვარ და მიხარია. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.